მოგესალმებით გურიიდან თქვენ იცით რომ ეს არის ჩემი საყვარელი რუბრიკა, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთად მოგზაურობთ თელ საქართველოში და განახებთ იმ შესაძლებლობებს, რაც შეგიძლიათ საქართველოში დაისვენოთ და გასულ წელს თუ იმის წინა წელს არ მახსოვს ორჯერ ვიყავით გურიაში და მე მგონი წელსაც ესე მოგვიწევს. მოკლედ ვიწყებთ გურიიდან, პლანტაციიდან, სადაც ახლა მე ჩამოვედი, ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ აქ მოვედი. ეს იქნება სასტუმრო, სადაც მე დავრჩები, პლანტაციაში ჩაის დავკრიფავ, მექნება ძალიან მაგარი წორი და მოკლედ წავედით ახლა და განახებთ. ეს არის ადგილი, სადაც მე გავატარებ ჩემს უახლოეს დღესხვალზე, ორ დღე ნახევარს. როგორ ხართ? კარგად, გავგიჟდით თქვენ სივრცეზე. როგორ ხართ? კარგად. კეთილი იყო ჩემი ფეხი ნამდვილად. ეს არის ოდა. ეს სადმე დაშალეთ და ჩადგით თუ ეგეთი იყო? ავაწყეთ ახალი მასალით, მაგრამ მივეცით ძველებური იეცახე. როგორც იყო ადრე ოდას სახლი გურიაში. ეხლა განახებთ თქვენ ომს, ეს დაძველების ეფექტით არის, ეს კარები არის 100 წლის. აჰა. ძველი არის. რაიმე რა საყვარელი ოთახია? უსაყვარლესი ოთახი. რაიმე უკარგესი აბაზანი ძველი წერტილით. ანუ რამდენი სტუმრის მიღება შეგიძლია? დაახლოებით შეგვიძლია სადღაც 12 კაცი ამ ეტაპისთვის და თუ იქნება კიდე მოთხოვნა, აუცილებლად გეგმები გვაქვს. სამომავლოდ ჩაის პლანტაციაში უნდა ჩავდგათ ახალი კოტეჯები. ანუ აქ მთავარი ამბავი არის პლანტაციები. პლანტაცია კი ჩვენთან ძირითადად მოდიან სტუმრები ჩაის ტურზე. ანუ ჩვენ გვექნება აქ ჩაის ტური. გურიაში უნდა ჩამოხვიდეთ, ჩაი უნდა დაკრიფოთ და შემდეგ ამ ჩაის აბაზანებს გაგიკეთებენ. ეს არის ეზო, რომლის ათვისება შეგიძლიათ, ხო? ანუ აქ ვენახი გინდათ. კი, აქ გვინდა რომ გურული ჯიშები, საკმიელა კამური რაღაცა გვინდა, არა წარმოება ღვინის, უბრალოდ გვინდა რომ ვიზიტორებს ვაჩვენოთ. აჰა. დღეს რამდენი რამე მექნება პირველად. პირველად დავკრებ პლანტაციაში ჩაის, პირველად გავაკეთებ გურულ ღვეზელს. ულამაზესი სივრცეა ეს. ეს რაღაცა ძველებური ნივთებია, ხო? ეს ყველაფერი არის ევროპიდან წამოღებული, გერმანიიდან ჩამოტანილია ძირითადად და საფრანგეთში და გერმანიაში ნაყიდია თითეული ნივთი. აი რა. უამრავი გვაქვს კიდე. ეს ჟღენტების ოჯახის წარმომადგენლები რო ხართ, ეს არის მკისები. კი, დები ჟღენტები. ჩვენ მივდივართ პლანტაციაში, დღეს წავალთ და ხვალაც წავალთ. ხვალ სოფლის მოსახლეობასაც, სოფლის ქალებსაც ნახავ და 1000 ამბავს გავიგებ გურულს და დღეს მარტო ეს ამბავი გვაქვს, ანუ მარტო ჩვენ. ვაიმე რა ლამაზია, ხა არ გავგიჟდე. მართლა არ გავგიჟდე, ხალხნო. ვაიმე მართლა მაქსიმე ნახე. ტოსკანაში მგონია თავი. ანუ ხომ მიღებ ამ საზოგადოების ნახე. ყოველთვის როდესაც დავიწყეთ ეს რუბრიკა იმ მოგზაურე საქართველოში, ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი გურიაში შემოხმიანებას, იმიტომ რომ რაღაცა მეგონა რომ მაღალ მთაში უფრო მეც ვნახავდი და ჩვენი შოკი იყო რომ ყველაზე მეტი 64 ვიპოვეთ გურიაში. ყველაფერი გურულს ჰქონდა გადაქცეული იდეათ, ყველა შესაძლებლობა. ჩვენ მაგალითად ჩაიმ შეგვიწყო ხელი, ანუ მელექედური ისეთი სოფელი მე განსაკუთრებული არ იყო. მე ჩაის მივაბით, მოითხოვა ეს ტურისტული ამბავიც რა, ჩაი დავიწყეთ, წარმოება და რეალიზაცია. მე მოვიდნენ სტუმრები აქ და მოუნდათ გურული სამზარეულო, მე გურული სამზარეულოს შევთავაზეთ, მასტერკლასები, დარჩენაც მოუნდათ ჩვენთან, ეხა უკვე ოდასახლი გავაკეთეთ და ყოველწლიურად ესე ვითარდებით რა ეტაპობრივად, თვითონ აი საქმე მგვაჩვენა, რა უნდა გაგვეკეთებინა და ძალიან მაგარია. ნელა მოვედით აქამდე და კიდე ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს წინ და ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში ამ გეგმებსაც თავს მოუყრით და უნდა ვიყოთ ნომერ პირველები დაწყო. ასე წავსდებით არა. აბერა! ყველაზე ცნობილი გურული დები უნდა იყოს, დები ჟღენტები. სად იქნება ჩაის აბაზანები? ანუ საწყის ეტაპზე გვინდა რომ აქ ჩავდგათ ორი ხის პატარა სახლი, სადაც გავაკეთებ მწვანე ჩაის აბაზანებს, ხედი ექნება მთლიანად ბუნებაზე და გვინდა რომ ჩაისგან გავაკეთოთ საპონი, შამპუნი, ჩვენს პლანტაციაში დაიკრიფება ჩაის თესლი და გავაკეთოთ ზეთი და ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შესთავაზოთ ჩვენი პროდუქცია ჩაისთან ერთად. ღვინის აბაზანაში ყოფილა, მაგრამ ჩაის
საბაზანაში არ ყოფილა, არსებობს ეგ? კი, არის პრაქტიკა, თუმცა საქართველოში არა და მგონია რომ პირველები ვიქნებით. და ეს ჩაის აბაზანა რას უქმნის? ანუ მწვანე ჩაის აბაზანები იქნება, მწვანე ჩაი ეს ანტისეპტიკი დანიშნულება აქვს და ამავე დროს საპონიც აი ძალიან კარგი იქნება კაკანისთვის. ვიწყებთ 8 საათზე და იკრიფება ხელით, აი ეს ფოთლები იკრიფება. მარტო? და კი, მხოლოდ ეს ფოთლები. ანუ ერთ წამთ როგორ ფენით, რომელი? აი, ეს სამი ფოთოლი ერთად ოღონდ. ოკეი. ანუ ჩვენ მუშაობთ ახლა ამ ეტაპზე ამ სამ ფოთოლზე, თუმცა შეიძლება რომ დაიკრიფოს ორი ფოთოლიც, ერთიც, ანუ ხარისხების მიხედვით არის რა, რაც უფრო ნაკლებია ფოთოლი, მეტი არის ხარისხი. ანუ ახლა მუშაობთ ბრენდირებაზე. ანუ აქამდე ადგილობრივად მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრები და ადგილზე ყიდულობდნენ, ასევე უკვე წლების განმავლობაში ჩვენი მომხმარებლები დაგვიგროვდა და ვაგზავნით რა პოსტით ნებისმიერ ადგილზე საქართველოშიც და საზღვრების გარეთაც და ეხლა გვინდა რომ უკვე ქართულ ბაზარზე მარკეტებში შევიტანოთ და გვინდა რომ უცხოურ ბაზარზე ვიმუშაოთ აქტიურად კი. ძალიან მაგარია კი. იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ ამ კუთხეში ეგ კულტურა რაღაც ყველაზე მეტად შემორჩა რა. ანუ გურიაში მაინც ძალიან ბევრი პლანტაცია იყო და მე საბჭოთა პერიოდში უკვე რო აიღეს ეს პლანტაციები ერთეულებმა შემოინახეს და მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩემი ოჯახი, ბებია ბაბუა, შემდეგ ჩემი მშობლები. ეს პლანტაცია იქა აქ არის 1 ჰექტარი და ამ პლანტაციას უვლიდნენ ისინი და მე გავაგზავნეთ ჩვენ დებმა. ეხლა დავაგემოვნოთ ჩვენი ჩაი, ეს არის მაისში დაკრეფილი, 1 კვირის წინ დავამზადეთ შავი ჩაი. ესეც სამ ფოთლისგან ხარისხს ალბათ მიხვდებით თქვენ თვითონაც. მე ძალიან მეჩაიე ვარ. ჩემი სასმელი არის ჩაი და წყალი. და ჩვენ შეგვიძლია ახლა მოცვის ჩაი დაგალევინოთ საღამოს. მოცვის ჩაი არის ბახმაროში და ჩხაკაურაში დაკრეფილი. ამას ჩემთვის ახლა ცოტა ბალახის გემოცა აქვს, რაც მე მიყვარს ზოგადად. ჩემთვის ჩაი მაშინ არის ჩაი, როცა გრძნობ, რა ბალახი აქვს და არ არის რაღაცა ის გემოებით შეზავებული. ხო, რა თქმა უნდა, ეს მინარევების გარეშე არის აბსოლუტურად ჩაი მარტო გამოყენებული. ძალიან კაია. ჩაის ფოთლები. ძალიან კაია. ხახნა პირველად ვაკეთებ ცხოვრებაში გურულ ღვეჟალს. ანუ გავიღოთ ერთი. დავიწყოთ ესე. ქულით დავასწოროთ. ან პასპორტის გამოდის ფონდები. სამ ნაწილად გავჭირთ კვერცხს. მოვასა. აბა, ახლა გურული ტემპი გაგდა. აქ, როდესაც მოვლენ ტურისტები. გურული სამზარეულო გვაქვს. აჰა. გურულებს რა აქვთ კარგი? ყველაფერი კაი აი მაგა. აი გურული პასუხი არ არის, გურულებს რა აქვთ? გურულებს ყველაფერი კარგი აქვს. ყველაფერი კაი გვაქვს. გურული ღვეზელი, ლობიო. ანუ რაჭოლებმა არ გაგიგონ. ფეხით ჩამოვლენ. ჩვენ ყველაზე მაგარი ლობიო. ანუ მართლა ჯერ ყველი ხო ალბათ და მე ვისა. ანუ მართლა არ გაგიგონ რაჭოლებს. აფე დამიჭრა კვერცხი. ანუ პირველისთვის კაია. ისე როგორ უნდა სქლას? ვალ სამ ნაწილად. მაგრამ დიდად. გიყურებთ ხო? ესე გავაკეთოთ. ანუ პირველისთვის ხო არა უშავს? სასწაულია. ანუ პირველია რა ცხოვრებაში. თავზე მოსასწრებით. ეს ახლა ყარნახობენ, არა ხელი გაუშვი. ახლა ამას ესე ქვემოთ ვდებ, ხო? ტურისტებს უკეთესი გამოსდის, ხო? ეს არის ჩემი პირველი ღვეზელი, ანუ გურიაში ამდენჯერ ვარ ნამყოფი. რატო თავში არასდროს არ მომივიდა, რომ ეს მესწავლა? ეხლა ვახურავთ თავზე და ვყრით ნაკვერცხს. და რამდენი ხანი? დაახლოებით 10-15 წუთი მაქსიმუმ. ვაუ. აბა მოდი ნანუკას ღვეზელი, ნანუკას ღვეზელი, ნანუკას.
გურია, სოფელი მელექედური, დილა, საკმაოდ ადრიანად, ჩემთვის არა, მაგრამ ბევრისთვის ალბათ კი. და დები ჟღენტების პლანტაციაში, გურიაში ყოფნის დროს ჩემი მასპინძელი ეს სივრცეა და შესაბამისად ყველაზე ბევრს მათზე გიყვებით. არა მხოლოდ ამის ზეზის გამო, არამედ მათი ისტორიის გამოც და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ჩემი მოგზაურობა გურიაში დაგარწმუნებს, რომ ნებისმიერ თქვენგან შეუძლია მამა-პაპისეული კერის აღდგენა და ამ კერის საკუთარ სამოთხეთ და საკუთარ კეთილდღეობად ქცევა. გამორჩეულად მიყვარს გურია და მაღალმთიანი აჭარა. როდესაც ამ რუბრიკას ვაკეთებ, იმიტომ რომ ყოველთვის ისეთი რაღაცები მხდება, რომ აი მგონია რა უნდა გამიკვირდეს და აღმოაჩენ, რომ ხაი საოცრებაა, აი რაღაც მაინც გიკვირს რა. პლანტაციაში მივდივართ. სადაც უკვე ვიყავი სხვათა შორის. უკვე ვიცი რა ხდება, როგორ ხდება სამფოთლიანი, ორფოთლიანი, ერთფოთლიანი. გამარჯობათ! გამარჯობათ! ანუ ეს მოხერხებული ხალი რატო წავიქეცი ახლა იქ? როგორ ხართ? კარგად, როგორ არის? კარგად. ესე იგი მე ვარყვევ გურული ქალები ამ თავიანთი საქმიანობით. რას ახერხებენ? ბიზნესმენები გვასაქმებენ და ძალიან კარგია. ეხლა ოჯახში შემოსავალი გაჩნდა. ეს ბიზნესმენებიც რო გაჩნდა, ოჯახში შემოსავალიც გაჩნდა. ახლა აგერ 70 ლარი, გუშინ მაგალითად 80 ლარი გავაკეთე. ერთ დღეში. ხო. ახლა ეს ნახოთ. შენ შრომაზია. რასაც მოკრე. რამდენ კილოს დაკრიფავ, ხო? ხო. ფოსები ძალიან კარგი. კი. დები ჟღენტები კარგები არიან. ამის მიღმა რო აი ოჯახს არჩენთ. თქვენ ხართ ერთადერთი მარჩენალი თუ სხვაც არჩენს? არა, როგორ ქმარიც მუშაობს, ძალიან კარგია. საკუთარი თავისთვის როდის მოიცალეთ ბოლოს? შილომაი ამკითხო. მაგი ამკითხო. მე სამშვილიშვილს ვსდი და ძალიან ცოტა დრო მაქვს საკუთარი თავი. აი ბოლოს როდის გქონდათ და რაში გამოიხატებოდა ეს რა მაინტერესებს? არ მახსოვს მართლა ბოლოს მახსოვს შვილი გამithხოვდა ახლა და შვილი იქანე წამიყვანეს ბავშვებმა სალონში და იგერ მომაწესრიგეს ბოლოს. ეს მახსოვს. ერთი წლის უკან. აქედან დაღლილი რომ მიდიხართ, მაგრამ სახლის საქმეებს აგრძელებთ. ბაშულა, აბა ძროხები მყავს. ხო გეუნე ბავშვები 3,000-ნები მყავს. 12 საათამდე იგენს ვამეცად. რახაბებია ვარ, კაცი. რო ჩამორჩენ არ მინდა და შობლები საზღვარგარეთ ყავენ და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ემიგრაციაში არიან? ხო. და ბებია შენო კაცრი ბებია ხარო მეუბნები. რომ არ ვიყო მე მაგენი შობლების დიდე მაშინ მეც მევეფერები, მაგრამ როცა ჩემ პასუხისგებლობაში არის, მინდა რომ კარგები იყვნენ. და რას აძალებთ? სწავლას. შუ სწავლას ნაფერი ძახი. ბიჭინი ჭერია და არ ვაძავი მის უფლებას მოდუნდეს. ეს არის ჩემი ოცნება, რომ ჩემი შვილები რომ აი აქით ვერ ნახენ იმის საშუალება, რომ ოჯახი დაერჩინათ და საზღვარგარეთ წავიდნენ, ძალიან ვცდილობ, რომ შვილიშვილებს მაეს არ გამოიარონ. აგერაც უნდა ვიმუშაო, ის შვილიშვილებიც უნდა გავზარდო და ისამას ოჯახს მივხედო. და შვილებიც უნდა გენატრებოდეთ. რა თქმა უნდა, დღეს ვერ მივიცალე იმისთვის, რომ დავრაპარაკებოდი და ძალიან განვიცდი. ესე ჩქარა როგორ შვებით, როგორ ცნობ? ეს აგერ ხო უყურებ რომ სკაია, აი ეს სკაია. ახლა უხეში არ უნდა მოუყრიფო. აყურებებო აგერ მიდი. ეს სწავლია. ახლა ზიკაია აგერ მიდი. აი ესენი ამოიღია. აი ესენი ხო? ნე მას ჩვენი ვიყავ. აგენებო ყველა ჩაია, ესენი ყველა ჩაი. ყველა კარგებია. გურიაში ჩაი უნდა აღორძინდეს, ჩაი. ხამარ აი რო ამბობდნენ რომ არ ვარგა გურული ჩაიო. როგორ გეqadrება სულ რასია რო არგა. ეს ვარგა თუ არგა გურული ჩაია და ინდოელების ჩაია, კაი? იცით რა არის, ადრე ხო რუსული ბაზარი იყო და მე თითქოს რაღაცა გაიაფეს და ეხა ამბობენ რომ ევროპაში გაგვაქო. ხო. მე ძალიან კაია ევროპაში რო გაქვს.
ესეც კაი რომ მოხსნელ ევროპიდან. მაქედან შეულობენ ჩვენი შვილები ფულს და მაქედან არჩენენ ოჯახებს. აბა რატო ევროპა გახდა ძალიან კაი. კაი ახლა მე კომუნისტების დროის ქალი ვარ, ბებო, მაგრამ რომელიც კაია ის ჯობია, ხო? ხო. ევროპისკენ წავიდეთ რა. ცუდი რა ამაში. კაცებს ათხოვებენო. ჩემი შვილი რამდენი წელია იცი ემიგრაციაშია ნამდვილად არა. კარგი შვილო ყველგან კაია. ბევრი ახლა ამ ჩაის ვერ კრებს, ხო? ახლა ჩვენ აგერ ქალი ვიყავ 78 წლისა 35 კილოს ჩაის კრებს ყველადღე. დედა? ხო. გამი? რა კაი ქალია იცი? ზემოთ როა? ყველაზე მაღლა კი ასულა. შეხედე შენ ყოჩაღი? ბრიგადილი მაგია ჩვენი, ხელმძღვანელი მაგია ჩვენი. ყველაფერი ის ქალია ჩვენ. 78 წლის. 78 წლის ქალი. 80-ისო. გვამუშავე 80-ის ვარა? ხო, გვამუშავებს იგი, ხელმძღვანელობას გვიწევს იგი და აგერ გითხარით ძალიან კარგი უფრო. ის რო არ ყოლოდა შეიძლება აქაც ვერ მოსულიყავით. დედა, წავედი მაქალის მოსაძებელად. ისეთი მაგარი გოგო. აბა ავალა ხა მაქალ. 80 წლის გოგო საძებნელად მივდივარ. ნანუკა ხوار ხარ? ნანუკა ვარ კი. გიყურებ. მაშინ გითხრა, თორე დანარჩენად ვერ. კაი გოგო ხარ. ჯორჯოლიანი ნახევრად. კოსვანი კი მულახი. გაიხარე. ეს საჯა გურიაში და. აი გოგო ხარ. მადლობა, გაიხარეთ. მადლობა, მეც მიყვარხართ გურულებო. ხაბატონო იანზე. თქვენთან მოვდივარ. ინტერვიუ უნდა ავიღო. თქვენზე საოცარი ამბები მითხრეს. დაღმართო ეს ქალი 35 კილო ჩაიკროს მეზევით ვერავეთ. ყველაფერი ჯანმრთელობა ღილოჩა. მადლობა ბებო. ყველაფერი კარგი ქონოდეს. ვაიმე გურულის დალოცვა ხო იცით სხვა ყველაფერი კარგი მოგჩეს და ძალიან გვალებში გო. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი თქვენზე მითხრეს, ხო ის აუცილებლობა. თქვენზე მითხრეს რომ 80 წლისაა ყველაზე მე ჩაისკრიფოს 25 ხარ 75 შორ, მაგრამ მაინც ახლა მიღწეული ვარ 80. ხო და ხარისხი ასკრიფ და ყველაზე მეც. რის ხარჯზე? ეს ორგანიზა ჭირდება შვილიშვილები შენივრად ყავს ძალიან მასპონსორებენ ერთი სტომატოლოგია მეორე ინჟინერია მაგრამ აღმოსავლეთში ცხოვრობენ და მე ვერ ვჩერდები სახში აი გოგოების ორგანიზაციას უკეთებ ლანას და სამი წელია დამყავს ლანასთან ანუ თქვენ ხართ ამ ყველაფრის დირექტორი და თქვენ თვითონ ან ჯანი ენერგია საიდან იღებთ რა ვიცი ახლა ჯერჯერობით არაფერი არ მატყობს მომენტალურად ხანდახან წნევებს მიწევს ხო ეს ენერგია გურული გენეტიკაა გურული გენეტიკა ბოლოს თქვენთვის როდის მოიცალეთ საკუთარი თავისთვის როგორც ქალმა საკუთარი თავისთვის რო დავანები მუშაობას თავი ეკნება ახლა რა თქმა უნდა სოფელში მსახურების ზოგს რა უნდა ზოგს რაღაცა ახლა 15 წელი არ შევარ ხო ჩაიში ჩაიში არა, მაგრამ ხან მოწვევში დავდივარ. ხან რაღაც ფიზიკურად შრომობთ. ფიზიკურად შრომობ. არ მაჩერებენ ბავშვები, მეუნებები არის შრომო ბევრი. გაჩერდი, ჩვენ კი დაგასპონსორებ შენ. არა არ შეგიძლია. არა, არ შემიძლია გაჩერება და რა ვქნა ახლა. ყველანაირად ძალიან მიყვარხარ. მადლობა. ერთი წმინდა გოგო ხარ საქართველოში და ამ ჩვენ ვაიმე, წმინდა არა, მაგრამ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სისწრაფისთვის და ჯანმრთელობას გისურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ბევრი 77. ეხლა ყოფილიყავი მოაჩი კიდე ჩემთვის. ახალგაზრდები სოფელში დაბრუნდით, გურულები ითხოვენ და ჩაი აღვარძინეთ. ძალიან დიდი მადლობა, ამაზე კაი რა უნდა მომესმინა. გაიგე ძლიერი გოგო ხარო, თუ არ გესმის გაიგონე, კარგად რას მეუნებია. ესე იგი ეს დებიჟღენტების ამბავი უნდა გავარკვიო მე. ევროპაში წავედი იყო 2012 წელი რა, ჩემი ოცნება იყო, რომ აქედან წავსულიყავი იმ პერიოდში და რაღაცა ოცნებები ამიხთინა და მოკლედ ევროპამ იმაზე მეტი ოცნება ამიხთინა, ვიდრე რეალურად მქონდა. იქ პირველ რიგში როცა ჩავედი იქ გერმანიაში მამაჩემი იმ პერიოდში ძალიან ცუდად გახდა საქართველოში და უთხრეს რომ აქ გადაჩენის შანსი ფაქტიურად აღარ იყო და ჩემი ოჯახი მალევე ჩამოვიდა საფრანგეთში საცხოვრებლად და დარჩა მხოლოდ ჩემი და საქართველოში და მამას ჰქონდა ღვიძლის პრობლემა, ღვიძლი გადაინერგა, მერე თელკველი გადაინერგა იქ და ხო უფასოდ კი 2012 წლიდან არიან იქეთ კი
ანუ ხო გადარჩინა ევროპა. ანუ ყველა წავიდა ევროპაში და შენ დარჩი აქ. მამის პლანტაციების გადასარჩენად? წავიდა, კი, ანუ ყველა წავიდა ევროპაში, იგა წასული იყო იქამდე და მე თბილისში ვიყავი, ჩამოვედი, დავიწყე ჩაის წარმოებით და ნუ მე თანდათან. ანუ ეს ჩამოვედი მაინტერესებს. რა მიგაღებინა ეს ჩამოვედი, რა არის? აი ეს წკაპ, როდესაც აი რაღაცა ტვინში ეგ სიგნალი გაქვს. ანუ ჩემი ოჯახი ამზადებდა ჩაის. ეს ტრადიციულად. ხო, ტრადიციულად მოდის. ეს პლანტაციების თქვენია. კი, ბებია, ბაბუა, შემდეგ მშობლები და მე უკვე ეხა ჩვენ გავაგრძელეთ 2016 წელს მოკეთ ფიქრობდი რომ აი ეს რახან ესენი ყველანი წავიდნენ და ეს ჩაი უკვე გავერანების გზაზე იდგა გავაკეთებთქო პროდუქციას წამოვალთქო და თან თბილისში ვივლითქო იქ ვიმუშავებდი რაღაცა ესეთი იდეა მქონდა რა და მე რო ჩამოვედი აქ იმდენად მომეწონა აქ ყოფნა რომ აღარ წავედი იქეთ და ეს ძალიან ძველი სახლი მქონდა ოდა და დავიწყე ამისი რესტავრაცია. რამდენი წამოხვედი აქ, როდესაც ამ ყველაფერს შეუდექი? ფაქტობრივად ნუ არაფრით რა ანუ ზუსტად ვიციებ და მაგიტომ იდე აქ ჩემაყურებელს დავანახო რომ ამისთვის დიდი ფინანსები საჭიროა. ანუ არა დიდი ფინანსები მართლა საჭიროა უბრალოდ იყო სურვილი რომ რაღაცა მეკეთებინა ძალიან მცირედი მქონდა იმისთვის რომ ჩაი გვეწარმოებინა და ჩვენს პლანტაციაში დაგვეკრიფა საწყის ეტაპზე და ნუ დავიწყეთ ძალიან მცირედით რა მე იყო რომ პირველი საგრანტო აწარმოე საქართველოსი მოვიგეთ რამაც მართლა ძალიან დიდი мотиваცია მოხდა რა ძალიან მცირედი გრანტი იყო ეხანდელი გადასახედიდან 15000 ლარი თუმცა მაშინ ძალიან დიდი ხელშეწყობა იყო ჩვენთვის და ჩაის საგრეხი როლერი შევიძინეთ რა და ამ мотиваციით მე ნელ-ნელა მივყევით რა და რაც რეალიზაციას რასაც გავაკეთებდით ჩაიში ამას უკან ვაბრუნდებდით იქედან უკვე ჩემი და გვეხმარებოდა ევროპაში იგა ევროპაში მუშაობდი რაც დანაზოგი მქონდა ფაქტიურად ვაგზავნიდით აქეთ მეც და მე ჩემ დედაჩემაც ჩემმა ოჯახმა ანუ ეს ყველაფერი იყო გუნდურად გაკეთებული ანუ ოჯახი ვიყავით ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული 2012 წელი იყო თუ 13 წელი აღარ მახსოვს პირველი ტურისტები გამოვიშვი გერმანიიდან მეზობლებს ეუბნებოდი რომ აი ყველაზე მაგარი ქვეყანა გვაქვს აი აუცილებლად უნდა ჩავხვიდე გერმანელი მეზობლები გამოვიშვი საქართველოში და მაშინ სად იყო ეს ინტერნეტი და ის და დაუწერეთ წარიძე რომ ოზურგეთში რომ მოხვდებით გამარჯობათ ნებისმიერ ტაქსისთან მიდით ან ნებისმიერ ადამიანთან მამაჩემი ცნობილი ფეხბურთელი იყო ნებისმიერ ადამიანთან მიდით და უთხარი რომ ვისთან მიდიხარ და გამარჯობათ ეს სტუმრები არიან გერმანიიდან და მიიყვანეთ ხორას ოჯახში და ეს ამ წერილით მოვიდნენ მელექედურამდე მაშინ სად იყო ეს მაპსი და ისინი რა აი იმ დღიდან მოგვივიდა რომ მოდი რაიმე ტურისტული კუთხით ხო არ წავიდეთ და ჩვენც კი გვეცინებოდა თავიდან ამ მიმართულებაზე მაგრამ მეზობლებსაც გიჟებათ ეგ მაინტერესებს გურულების რეაქცია მაინტერესებს 2012 წელს წერილით ტაქსმა რომ მოიყვანა გერმანელია ანასთან მოიყვანა და სხვათა შორის ძალიან მოეწონათ მიუხედავად იმისა მაშინ არაფერი არ მქონდა ახტოვანებულები დაბრუნდე გერმანიაში და იმ დღიდან ვფიქრობთ რომ აი რაღაცა აქ გავაკეთოთ სადეგუსტაციო სივრცე იქნება თუ თავიდან ლანას უყვას რომ დაწკუ პატარა გავაკეთოთ 10 კვადრატიდან ასე და მე ზდის ხოლმე კვადრატებს და ეხა 500 კვადრატი შენობა აქვს გაკეთებული ეს მუშახელის აყვანა ამათთან მოლაპარაკება მე საქმის კარგად გაკეთება ასე შემდეგ ეს დაწყებული გვაქვს 2016 წლიდან დღემდე გრძელდება უწყვეტად ხელოსნები სულ სახში ყავს ხოლმე და რაღაცებს ვაკეთებთ და ну მე იყო რომ საწარმო პროცესი გვინდოდა რომ ქონდა ძველი საბჭოური დანადგარების შეგვეცვალა შემდეგ რაღაცა ჩინური მანახა გუშინ ჩინური არის სხვაო ხო ეს უკვე შეღავათიანი აგროკრედიტით ავაშენეთ საწარმო და ну 200 კვადრატის საწარმო ეხა თანამედროვე სენდვიჩ პანელის კონსტრუქციით და ასევე ის დანადგარები რაც საწარმოში გვაქვს აბსოლუტურად პასუხობს უკვე თანამედროვე მოთხოვნებს გაქ პლანტაციაში უკვე დავიწყეთ ხელით კრეფა სამ ფოთოლზე გვინდა რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ. ჩვენი ორიენტაცია არის ის, რომ გავაკეთოთ ნაკლები პროდუქცია მაგრამ ხარისხიანი. აი შენ როდის მივხვდი რომ საქართველოს უნდა ჩამოსულიყავ? არასოდეს არ მიფიქრია ის, რომ ანუ თელი ცხოვრება ევროპაში მეცხოვრა, მიუხედავად იმისა, ძალიან კომფორტულად ვიყავი და ძალიან კარგად გრძნობდი თავს, ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილება, რომ აი აქეთ დავბრუნდი. ხო, მაგრამ ეს ამბავია მიზეზი რის გამო კი, იმიტომ რომ ლანამ უკვე დამირეკა და მითხრა რომ დავიწყოთ ეს ტურისტული ბიზნესი და მოკლედ ჩამოვედი პანდემიის პერიოდი. პანდემიის პერიოდი იყო, დედაჩემმა გამომაგდო სიმართლე გითხრა.
წადიო იქ პანდემიის პერიოდში მოკლედ ინგამ ნახა რომ გერმანელები დარჩნენ საქართველოში. იმდენად მიყვარს გერმანია და ევროპელები, ხო? აი, ვნახე რომ საქართველოში სიუჟეტი გავიდა რომელიღაც არხზე, რომ გერმანელი ოჯახი მანქანა საცხოვრებელ მანქანაში 5 ბავშვთან ერთად, ერთ ძაღლთან ერთად 7 ადამიანი მოკლედ ქუჩაში არიან დარჩენილები რა. და ეს ვნახე მივწერე რომ გამარჯობა, მე ესე ინგავარ გერმანიაში ვცხოვრობ, ჩემდას აქ ძალიან დიდი სახლი და შეგიძლია იქ ჩახვიდე და ჩემდას უყვარს ძალიან ძილი რა და ამათ ადრე მივწერეთ დილა ადრიან და სანამ ლანა ხაზე ძილი ხო უკვე და სანამ ლანამ ეს ტელეფონი აიღო მიპასუხა რაღაცა ის ოჯახი წამოვიდა უკვე ლანასთან დიდი მანქანა უსიგნალებს და ლაკაკას არასურე ყავლა დაწყო მეთქი დღეს მეთქი ვიღაცა და ინგავ გამითიშო ვიღაცა არისო მოსულიო და უნდა გავიდეო და გავიდა და ხვდა ერთი მანქანა ისა რა ქვია ერთი გერმანელები და ლანას ახალგაკეთებული რემონტი ქონდა მახსოვს სახში და მეურებოდა და მაუგლები ჩამოვიყვანე რა ერთი ჟიტყვით ბავშვები უკვე თელი ამბები იყო და ერთი თვე გაჩერდნენ ესენი აქ ჩვენთან პანდემიის პერიოდში თვითონ სოფლისთვის იყო იმდენად საოცრება ეს ამბავი რომ მთელი სოფელი რომ მოვიდნენ ეს გერმანელები გადმოვიდნენ ყველა ზოგს მჭადი მოქონდა გაკეთებული ზოგს ხალი მოქონდა ანუ არა მარტო ჩვენი ტურისტები იყო ის იყო მთელი ბრიგადის ტურები იყვნენ და მართლა ისეთი დამშვიდობობა და ისინი ქონდათ რომ ძალიან წუხდნენ მე როგორც აქ ჩვენი სოფლელები ასევე ისინი რომ მიდიოდნენ რა და ეხა რა ეტაპზე გაქვთ ეხა რა გაქვთ და რა ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ნანუკა ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ ეს მწვანე ჩაის აბაზანები იქნება ეზოს მოწესრიგება იქნება უნდა გავფართოვდეთ და უნდა ვიყოთ ნომერ პირველები გურიაში ანუ ამ ეტაპისთვის უკვე დებიჟღენტების პლანტაციას თავაზობს მოხმარებელს რამდენიმე მომსახურებას ესენია პირველი ერთი წამით პირველ რიგში თავაზობთ საოცარ საჭმელს და სულ რო არ ვიცი არჩებოდეს გურიაში აქ ჩამოდით რომ ჭამოთ და დარავჭამებ უშინ. ანუ მართლა წარმოუდგენელი ამბავია. მე გურია ხო ის როგორ მიყვარხარ და სულ თქვენთან დავდივარ, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, აი რა ვქნა. მე გურიაში ასეთი გემრიელი საჭმელი არ მიჭამე. გვაქვს წარმოება, როგორც პლანტაცია, ასევე ეს საწარმო. ვამზადებთ 4 სახეობის ჩაის, შავი, მწვანე, ველური მოცვის და ველური მაყულის ფოთლისგან და თავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს ჩაის დეგუსტაციას, პლანტაციას, ჭაპურთან ერთად. აიმე, არ გამახსენე. გურულ ღვეზელთან ერთად, გურული ღვეზლის მასტერ. ასევე იღებენ მასტერ კლასებში მონაწილეობას. ეს უკვე ერთი თვია რაც უკვე არ გვიდევს ჯერჯერობით საიტებზე, ოდასახლი დავამატეთ, რომელსაც აქ აბსოლუტურად ძველი იერსახე, ოდასი, მაგრამ ძალიან კომფორტული, ძალიან სუფთა, ძალიან კარგი აბაზანა, ძალიან კარგი ლოგინი. რაც თავარი არ გაქავებინებთ, უკარგესი ხარისხის თეთრული მე ჩემი წიკები მაგდერ უნდა მოყვა ყველაფერი დააქვს და ანუ არ ვიცი, შეიძლება ბაიო თბილისში ხართ და საარიცი შაბათ-კვირას აწახვიდათ 10-დან 10. აუ, ძალიან დიდი მართლა, უძველად, ანუ გეტყობათ, რომ არ დაგენანათ რა. ეს არის სოფელი შემოქმედი გურიაში ვართ, ისევ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძლიერი სოფელია და გურულებს რო ეკითხება ეს სოფელი, ის სოფელი შემოქმედი ხომ იცი ესე გეუბნებიან, ანუ გურიაში რომ ჩამოდიხარ, ეს სოფელი უნდა იცოდე. და ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს მისამართი, მენაბდის მარანი, ნუ მისახვედრი მარტივია, ოჯახის გვარია და ოჯახის ტრადიციები რა არის, ამას ახლა გავიგებთ. სულ სიმწვანე, სულ გამარჯობათ. ძალიან მიხარია რომ გმასპინძლობთ. მადლობა თქვენ მობრძანების. ეს რაღაცა სოხუმურ პალმას გავს. ეს სახლი აქ იყო. ეს სახლი აქ იყო. და მე აღდგა როგორც ჩასწავლე. აღდგა რესტავრირება ჩაუტარდა. შეგვიძლია რომ ავიდათ ნომრებშიც. რამდენი წლის არის ეს სახლი? დაახლოებით სახლი არის 150 წლის უნდა იყოს. ძალიან ძველი სახლია. და ყველაფერს აქ ჩაუტარდა რესტავრირება. აი გასაღებიც, საკეთ ყველაფერი შენარჩუნებულია. ისეთი როგორიც იყო, რაც შეიძლებოდა რომ შენარჩუნებული იყო იმ სახლით. 4 ოთახი არის ამ შენობაში. და ეს 4 ოთახი არის განსხვავებული. სტილი რა თქმა უნდა ყველანი არის სიძველესთან დაკავშირებული, მაგრამ გვინდოდა რომ რაღაც განსხვავებული ამბავი მოეყოლა თითოეულ ოთახს. ყველა ნივთი დაკავშირებულია სიძველესთან. მაგალითად, აი კედელზე თქვენ ხედავთ ჩხავერის ღვინის ბოთლს, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩამოსხმა ღვინის მწარმოებელი სივრცეა ეს და შესაბამისად პირველი ჩამოსხმის ჩხავერი არის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს არის ძალიან ძველი რუკა, სადაც სოჭი ჯერ კიდევ საქართველოს ნაწილი
მოვიდა და კი, ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის აქ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის რაღაცნაირად გურულ კულტურასთან, დასავლურ კულტურასთან დაკავშირებული ამბავი და გვინდა რომ ამით მოვუყვეთ აქ მოსულ ადამიანებს ერთი რომ აი ღვინო მნიშვნელოვანია ამ ადგილისთვის, მარტო ჩვენი სივრცისთვის არა, შემოქმედისთვის მთლიანად და ეს რაღაცა გურული ხალხი როგორ ცხოვრობდნენ გურიაში, ეს ოდა სახლი ხო გურიისთვის და დასავლეთისთვის მახასიათებელია. ამიტომ რაღაცნაირად ჩვენ გვინდა რომ ამბავი მოვუყვეთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს, რომ საქართველოს და გურიაზე როგორ ცხოვრობდნენ გურულები ადრე აქ. სტუმრები ერთად საიდან ჩამოდიან? დანახა მაგალითად გავაცილეთ ფრანგი სტუმრები, აი რა მაგარია. რომლებიც ხო და ფრანგები რო გააოცო ღვინის გემოები ძალიან მნიშვნელოვანი ფრანგს რო ღვინით მოყიბლავ. ყველა ოთახში რაღაცა ტრადიციის ელემენტი. ესეც ძველი კარადა, რომელიც აღდგენილი და რესტავრირებული არის და მოკლედ ყველაფერი აი მაგალითად ეს სავარძლები, აი ესენი რაც ხედავთ, არის აივნის რიკულები, რომელიც მე ჩაინტეგრირდა სავარძლებში მოვათავსეთ ქვემოთაც და რაც შეიძლებოდა რომ განახლებულიყო, განახლდა, რაც ვერ შევძელით რაღაცნაირად ეს ელემენტებად გამოვიყენეთ. სადაც შეიძლება რომ სტუმარმა თავი მშვიდად იგრძნოს, თავისი განმარტოებისთვის ადგილი ნახოს, პატარ-პატარა სივრცეები გვაქვს ამისთვის შექმნილი და მოწყობილი. აი ხა იქით მაგალითად არის ესე რომ ვთქვათ ეთნოგრაფიული სივრცე, ეს ორი არის პატარა ბეღელსეძახიან. ცოტა მეგრულიც არის არა? შეიძლება დასავლეთისთვის მახასიათებელი ესე რომ ვთქვათ. ულამაზესი კი არის. აუ ძალიან მაგარი სივრცეა იმისთვის, რომ დილით გაიღვიძე 7 საათზე, აი აქ მოხვიდე. და აი ამ სიწყნარეში წაბლები გდია, ქვემოთ ნახე, პატარა ზღარბი წაბლები. და დილის 7 საათიდან აი აქ იარო. აი რა სიმშვიდე, ჩიტების ხმა გესმით? წაბლისგან ვაკეთებთ ხოლმე მურაბას, ან წაბლის კრემსუპს, რომელიც ესე წაბლის კრემსუპი მიჭამე რა, წაბლის მურაბა არასოდეს. აი აქაურობისთვის არის რაღაცა ჩვენთან მოსული სტუმრები, მე კიდე რომ ჩამოდიან, ამბობენ რომ აი წაბლის კრემსუპს ხო გაგვასინჯებთ ისევ და ძალიან მოკლედ ეს თქვენი ვენახები. კი, აი გურუია თქვენი აზრით, როდითი განსხვავდება მასპინძლობის, რაც საკუთარი ხრიკი აქვს ექსკლუზიური ისეთი, რაც გურულები არიან იუმორი არის, რაც პირველი ალბათ გამახსოვრდება და ძალიან უყვართ აქ სტუმრები, ისე როგორც საქართველოს ყველა სხვა რეგიონში და კუთხეში, მაგრამ აი რაღაცნაირად გურული იუმორი, სისხარტე, ჩვეულებრივი გურული შეკივლება წაღამბებამ დაგვინახა და ლელა რანუკა ჩამოსულა შეკივლა. რაღაცნაირად ეს იუმორი, ოღონდ იმდენად ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი არის, რომ შეიძლება რაზეც სხვა კუთხის წარმომადგენელს აი თუნდაც შეკივლებაზე წამოძახოს და გაეცინოს, აქაურების ის არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და შეიძლება ვერც გაიგონ რომ რა ვთქვი ახლა ასეთი განსაკუთრებულია და ამიტომ ხო აი ალბათ იუმორი სისხარტე. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი წარწერა, რომელსაც ჩვენ სტუმრებსაც უყვებით ხოლმე, სეითაც გინდა წაი გურულ დიალექტზე დაწერილი რაღაცნაირად რაც გურულები ჩემთვის გურულების ფილოსოფიას უკავშირდება აი თავისუფლების სიყვარულს. საერთოდ გონე რომ ამ ცხოვრებაში საითაც მოგესურვებათ, იქით უნდა წახვიდეთ რა. აქ არის ძალიან ბევრი ხილი, აი ხა მაგალითად ეს ფშატი, წაბლის ხებზე უკვე ვისაუბრეთ, ხილი და იმიტომ ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ეს სხვადასხვა სახეობები რომ თვითონ კრეფს ხო აი ამ ეს არის ძალიან მათთვის განსაკუთრებით როცა უკვე ხილის კრეფის პერიოდია შემოდგომა ეგზოტიკა მათთვის ხო ყველა სეზონს თავის სტატუსი ხო კი აი ლეგვის მურაბაზე ახლა მაგალითად ფრანგი სტუმრები იყვნენ გვეკითხებოდნენ რომ არ ყიდით ამას ან საჩელებ რომ შევიძინოთ და აი ჩვენ შეიძლება გაგვიკვირდეს ახლა გურიისთვის ჩხავერი ძალიან ისეთია გურიისთვის ჩხავერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადგილობრივებმა დაიწყეს მეღვინეებმა ენდემური ვაზის სახეობების აღდგენა ჯიშების. კი, მამბიყავი ოჯახებში. კი, აი ჩხავერი ერთ-ერთი მათგანი და ჩვენც გვაქვს ჩხავერი და კიდე ერთი ენდემური სახეობა არის საკმიელა, რომელიც არის ქარვისფერი ღვინო და ის ქარვისფერი, მე მგონი ქართულში უფრო მეტად ესე გავრცელებული ღვინისთვის დახასიათება ამ ფორმით და ჩხავერს ის განასხვავებს სხვა ვაზისგან და ღვინისგან, რომ კრეფის პერიოდი არის განსხვავებული, მეტი ხანი სჭირდება მწიფობისთვის და არის ხოლმე სადღაც ნოემბრის ბოლომდე გრძელდება, დეკემბერშიც ყოფილა რთველი და ამით არის განსხვავებული. საქართველოში ხო დაახლოებით 500-მდე ენდემური სახეობის ვაზის ჯიში არსებობს და გურიისთვის ისეთი პატარა რეგიონის როგორც გური არის 65-მდე არის გურიაში და
აი ახლა უკვე დაიწყეს აღდგენა ამ ძველი სახეობების და ორი უკვე ჩვენც ჩხავერი და საკმიელა, თუმცა სხვა მწარმოებლებმა სხვა სახეობებიც აღადგინეს და ცდილობენ რომ განავითარონ. ეხლა აქ რასაც ხედავთ, თქვენ არის ძალიან ძველი ქვევრები, საუკუნეების წინანდელი ქვევრები და შემთხვევით აღმოაჩინეს. ისტორია დაიწყო ესე, რომ დაიწყეს გაშენება ვენახის ვაზის ჩხავერის აღდგენა და აი სამუშაოები როცა მიმდინარეობდა, აი შემთხვევით აღმოაჩინეს ეს ქვევრები. შეიძლება რომ ამ ტერიტორიაზე სხვაგანაც არსებობდეს ქვევრები, უბრალოდ ეხა უკვე ამას ვეღარ შევამოწმებთ, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, 20-მდე ქვევრია ეხა აქ ზოგი ჩანს ზედაპირზე, ზოგიერთი უფრო ქვემოთ არის სიღრმეში. 20-მდე ქვევრი, ერთი, იმიტომ რომ აქ ხო ადრე სხვა ოჯახი იყო და ერთი ოჯახისთვის შეიძლება და ძალიან ბევრია 20-მდე ქვევრი. და თან კიდე როცა არ ვიცით, ამაზე მეტი შეიძლება რომ იყოს. ამიტომ შეიძლება რომ რაღაცნაირად ეს იყო რაღაც სამეწარმეო სივრცე და იმის დასტური, რომ თვითონ შემოქმედი სოფელი კარგი ტერუარია ჩხავერისთვის განსაკუთრებით და თან ღია მარნები დასავლეთისთვის და გურიისთვის ძალიან სახასიათო იყო. ერთი აუცილებლად იყო ხოლმე ვენახის შუაგულში და ერთი იყო ხოლმე ჭიშკართან ახლოს და ამასაც გაჩვენეთ მე შედარებით. ჭიშკართან ახლოს? აი რა შეიძლება იყო ტრადიციასთან რომ ის სტუმარი რომ მიდის გააცილებდნენ და იქ ქვევრიდან შეიძლება რომ ღვინო ამოეყოს და ხო ამის დასწრებად. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ახალი ობიექტი, ახალი სივრცე ძალიან მაგარია რა რეგიონისთვის. კი, ძალიან მნიშვნელოვანია რა რეგიონში რაც უფრო მეტი ამის მსგავსი ასეთი სხვა სექტორის ადგილი იქნება, სადაც ადამიანებს შეუძლიათ რომ მივიდნენ, გაეცნონ ადგილზე, მიიღონ ის განსხვავებული გამოცდილება, უფრო და უფრო მეტად აძლიერებს რეგიონს და კონკურენციისთვისაც რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო მეტი мотиваცია გიჩნდება, რომ შენც უფრო უკეთესი იყო განავითარო შენი სივრცე და ასე განავითარო მერე უკვე რეგიონი. გურიას აქვს პოტენციალი რომ ადამიანებმა შეიყვარონ, ჩამოვიდნენ და უფრო მეტი დრო გაატარონ გურიაში და აღმოაჩინեն აი ეს პატარ-პატარა წერტილები, პატარ-პატარა მწარმოებლები, რომლებიც თავის საქმეს ძალიან გულწრფელად და მონდომებით აკეთებენ. ეს რა არის? ბანანის ხე. საიდან აქ? 50 წლის მაინც იქნება ეს ბანანის ხეები და მაგარია ზოქა. უბრალოდ აი იქ არის ჩაის გზას, რასაც ვეძახით რომ გვინდა რომ ვაჩვენოთ ხოლმე, იქ გვაქვს ორი პატარა ჩაის ბუჩქი და და რაჩვენებთ ხო? ხო, ვაჩვენებთ და აი განსაკუთრებით გაოცებას იწვევს ხოლმე როცა ნახულობენ ჩაის მარცვლისგან ამოზრდილ ჩაის ახალ ყლორტს. და აკრეფენ? კი, ახლა აქ რო იყვნენ სტუმრები, მოსულები, ჩაის მწარმოებლები, იმათაც თქვეს, რომ უფრო ფართოფოთლოვანია, განსხვავებულია და თან-თან ძალიან ჩაისგან ხო? და ძალიან დიდი არ არის ახალი დარგული, მოკლედ ძალიან ძველი უნდა იყოს ასევე ეს ჩაის ბუჩქიც. მოგძანდით? ვაიმე, რა საყვარელია, რა ლამაზია. ვაიმე, ძალიან კარგია. ძალიან კარგია. ახლა მოგიყვებით აქაურობაზეც ცოტას. ეს არის ძველი ბუხარი. 4-ვე ოთახში არის ერთი ბუხარი და ყველა ეს 4-ვე ბუხარი დაკავშირებული არის აი ამ ერთ ბუხართან ერთი საკვამურით. ხო. რა თქმა უნდა, ზემო სივრცეში ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ ხის სახლია და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ფუნქციონირებს და ვიყენებთ ხოლმე ზოგჯერ სტუმრებს, როცა გააჩნია რა ამინდი ამის მიხედვით და ძალიან სიამოვნებთ ჭიქა-ჩხავერის მირთმევა ბუხართან, ან როდესაც გვაქვს მაგალითად ღვეზელის კეცზე გამოცხადებული ხობის მასტერკლასები და ეს აკვანი ვარლამ სიმონიშვილის თან დაკავშირებული აკვანია. ასევე ვუყვებით სტუმრებს იმის შესახებ, რომ აკვანი არის ადგილი, სადაც პატარებს აძინებდნენ ხოლმე. ხო. მაგრამ ეხლა როგორც ესე დეკორაცია, ასე ვიყენებთ ჩვენ მაგრამ ჩვენ ისტორიის ნაწილს ვუყვებით. კი, იმიტომ რომ ფოლკლორი გურიისთვის ასე პოლიფონია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვამაყობთ ამით. პირო შემოდიხარ, აი ისე კარგად ხდები, რომ ძალიან ესე თქვენ აქ დაიბადეთ და გაიზარდეთ? კი, მე აქ გავიზარდე და აქ დავიბადე და გავიზარდე შემოქმედში. სად არის ის თქვენი ბებოსახლი ის არის? ბებოსახლი აი ეს არის ბავშვობას აქ ვატარებდი ტყესთან ახლოს, შედარებით სხვა ჰაერია. და იქ რომ იყავით ბავშვობაში უყურებდით ამ ტერიტორიას და რა? კი, აი იქ რო ვიყავი ბავშვობაში, აი ამ სახლში ცხოვრობდნენ ძალიან კარგი ადამიანები, ასაკოვანი, რომლებიც რომელსაც აგარაკი ჰქონდათ აქ ოზურგეთში. შემდეგ ისინი რო გარდაიცვალნენ, თავს შვილებმა გადაწყვიტეს რომ გაეყიდათ ეს ნაკვეთი. და აი მაშინ ვფიქრობდი რომ რაღაც ტურისტული
გარემო შემექმნა შემოქმედში 10 წლის უკან იყო დაახლოებით 15 წლის უკან. და აი როცა ეს იყიდებოდა ეს სახლი რაღაც ისე იყო რომ მინდოდა კიდო მაგრამ რაღაც სახსრები არ იყო და აი ერთს ვეუბნებოდი მე პატრონესო ძალიან ახლოს იყო ჩვენთან. აი ისე მოხდა რომ ერთი წელი ვერ გაიყიდა ეს ნაკვეთი შემდეგ გაიგო მე პატრონი რომ გია იყო დაინტერესებული ამ ნაკვეთის ყიდვით და აი დამირეკა და მითხრა რომ რადგან შენ გინდა შენია ეს სახლი, მოკლედ შემაძლებინა ეტაპობრივად დავაფარგლია ეს თანხა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. კარგით რა. ესე იგი ამის ყოფილი მე პატრონის დამსახურებაც არის ეს ტურისტული ზონა რო არსებობს ახლა? კი, შემოქმედი განსაკუთრებული სოფელია. ხო, მე ვიცი რომ გურულები ესე თვლით. თან ჩვენ შემოქმედებს ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი და მეც განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სოფელი რა. კი, ვიცი რომ გურულები ამ სოფელს ძალიან განსაკუთრებულად. მაქსიმალურად ცდილობ რაიმე კარგი გავაკეთოთ ჩემი სოფლით თუ ეს შევძელი და ვფიქრობ რა ეს პატარა კოტეჯებით რაღაცა კარგს იზამს ჩემი სოფლისთვის მოკლედ რა. აი ეს არის ჩვენი გარემო. აჰა, უკარგესი, საყვარლესი. ბუხარი. აჰა. აი ბუხრისთვის შეშასვა აგროვეთ რომ აი ზამთრის პირობებში არ შეწუხდე და გარეთ არ მოგიწიოს გასვლა. აქ თლიანი სივრცე არის. აქ წვადის შეწვა აი ფანჩატური. რამდენი საძინებელია აქ? ორი საძინებელი აქვს ამ კოტეჯს. მოკლედ როცა შევიძინე ეს თვითონ ეს სახლი იდგა უბრალოდ გარემონტება ჭირდებოდა და გადავაკეთე რაღაც ჩემი ძმა არქიტექტორია და მისი წვლილი ახლა დიდია აქ ფორმებში. აქ სველი წერტილი გვაქვს. აჰა, ძალიან კომფორტული, უკომფორტულესი. ერთი საძინებელი ქონდა, მასე მოგვიწია გადაკეთება და აი აქ პატარა საძინებელი ჩავსვით და აი ეს ფანჯარა სპეციალურად გამოვჭერით რომ რაღაც აი თან საწოლში ხარ და თან ბუნებას უყურებ რა. უყურებ, ძალიან მაგარია, კი. აი ეს კადრი აი ზამთარში განსაკუთრებულია, როცა თოვლია ეს. აი ეს საძინებელი, ესე იყო ხელი არ მიხლია იგივე დავტოვე, უბრალოდ ფანჯარა გამოვჭერი და ფანჯარა ჩავსვი რომ აი როცა აქ ხარ და წვიმიან ამინცი, აი შემოქმედის მონასტრის ხედი ჩანს და პირდაპირ მას უყურ. აი აქ პატარა აივანი აქვს, რომელიც ძალიან მაგარი ხედი იშლება შემოქმედის მონასტერზე. ამ კოტეჯს რამდენი ხანია შენებდი? შარშან დავიწყე მაისში. მინდოდა რომ რაღაც ორ თვეში დასრულებულიყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ორ თვეში ვერ დავასრულე და აი ახლა თითქმის დასრულებულია რა, რაღაც დეტალებია დარჩენილი. ტურისტი ყო მიიღეთ თუ ჯერა? ჯერ არ მიმიღია ტურისტი, აი რა, მზის ჩასვლა არის განსაკუთრებული აი ამ წერტილში. ულამაზესია. ვაუ, აქ როგორი აბაზანა გაქვს. აუ, რა კარგია ეს ამ ხედზე. აქაც ბუნებაში ხარ მოკლედ რა, როცა გძინავს და თან ხარ ბუნებაში ტყეში. შემოქმედში აი ამ კოტეჯში მოსვლათ რაღაცა ცვის და მზის ხედზე არის მართლა ძალიან კარგი და წყვილების კოტეჯია რო იცოდეთ. აი ახლა ტყეში გადავიდეთ, აწუმრებს მინდა რომ რეკომენდაცია მიცე რომ ტელეფონის გარეშე ჩავიდეს და დაისვენოს რა. ხო იცი? კი, აი დავაწერე. ვინც არ დაატოვებს, აქ არ შემოვა. ესაც ჩემო ადგილია, ჩემი ოცნებაა რომ უტელეფონოთ ვიცხოვრა. ხოთაშე ეს ოცნება 3 დღე ამიხთა. ძალიან კარგი იყო. 3 დღე დავისვენე მობილურისგან. ძალიან კაია. ანუ არ ვიცი როგორ ამოვალთ, მაგრამ ჩავალთ. არა, ამოვალთ. კიბე გავაკეთეთ სპეციალურად. ხო. ამოვალთ. ჯერ არავინარში თქვენ შემოდიხართ პირველი ვერ არა, აი ნახოთ რა ფეხი მაქვს. საქანელები აქ ამაკები მინდა. ამ ადგილას როცა ჩამოხვალ, აი მართლაც ტელეფონი და ინტერნეტი აქ არ გჭირდება. უბრალოდ უნდა შეხვდე ადამიანებს და უნდა იგზნო თავი და ურთიერთობები უნდა ქონდეს ადამიანებთან და არა ტელეფონთან. ანუ აქ ჩამოდიან მხოლოდ ადამიანებთან საკონტაქტო. უბრალოდ აი რომ გაჩერდე მოусმინო და ტყესად ჩიტების ჭიკ-ჭიკი და მეტი აი სიჩუმე, მეტი არაფერი. ძალიან მაგარი. ესე იგი ჩვენ გუშინ ისე ვიყავით აქ სტუმრად, ისე გავერთეთ, ისეთი ვჭამეთ და ისეთი ვსვით, რომ ინტერვიუ ვერ ჩავწერეთ და ამიტომ დღეს მეორედ მოვედი და წვიმა დაგვემთხვა, მაგრამ სამაგიეროდ გუშინ ძალიან გაგვიმართლა. წვიმინ ამინჩის ხოლმე გვენახარით ყველაფერი რა. აი, როდესაც საკუთარ სოფელში გინდება ესეთი რაღაცა კერის შექმნა.
რა არის მთავარი მაკარნახებელი ამ დროს? შენი ბავშვობა, მოგონებები, თუ აი რა არის ეს რაღაცა მჭიდრო კავშირი ჩვენ წარსულთან? უპირველესი როლი უჭირავს ჩემი სოფლის სიყვარულს. მოკლედ და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, შემოქმედლებს ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი და მინდოდა შემექნა რაღაცა ისეთი გარემო, სადაც სტუმრები მოვიდოდნენ და დაისვენებდნენ, გაიცნობდნენ ჩემ მხარეს, შემოქმედს, გომისმთას, გურიას, მწვანე გურიას და თავს იგზნობდნენ ბედნიერად. ესეთი ადგილის შექმნა მინდოდა და მგონი გამომივიდა რაღაც ეტაპში. იცი რა არის? ყველაზე მნიშვნელოვანი შენც არის გომის მთაზე ამავალი ხალხი, ხო? კი, ჩემი სტუმრების დაახლოებით 50-60% ეხა მე უყურებ სტატისტიკას, დაახლოებით გომისაზე მიმავალი ხალხი აქ ჩამოდიან, ბინავდებიან, შემდეგ გომისას მოინახულებენ, დაბრუნდებიან და ღამეს აქ ატარებენ ერთი დღე, ორი დღე. მაგრამ ამავდროულად ყავს და ძალიან მახარებს როგორი სტუმრები. აი, ჩემი კოტეჯის გამო რომ მოვიდა შემოქმედი და ჩემი კოტეჯის გამო რომ ნახა შემოქმედი. ტურიზმზე არ გისწავლია ამ? არა, მე ხა ძალიან დამწყები ვარ, რაც დაახლოებით 5 წელია რაც დავიწყე ამის შენებლობა, მაგრამ 2-3 წელი გამიგზელდა დაახლოებით ფინანსები, დრო, ეხა ხარისხიან დრო აკეთე რაღაც დრო ჭირდება. 2 წელია რაც უკვე ამ სფეროში. აი რა უნარებია რაც ამას გამშავებნებს? ანუ იმ ქართული მასპინძლობა? კი, ქართული მასპინძლობა სიყვარული, რა უნდა გიყვარდეს, მოკლედ რასაც აკეთებ, ეს საქმე სტუმარიც უნდა გიყვარდეს და მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობაა გაის სტუმრის მიღებისთვის, აი შეხვედრა, პირველ რიგში შეხვედრა მნიშვნელოვანი და ვთილობ ყოველთვის როცა სტუმარი ჩემთან მოდის, რაღაც იმის მონაკვეთი გამოვყო და შევხვდე რა სტუმარს და მივიღო. იმიტომ რომ სტუმარს თუ კარგად არ შევხვდები, იმის აქეთ ოქროს კოშკების რო დაახვედრე, იქ დასრულებულია ყველაფერი. თავარი შეხვედრა რა. ესე იგი ჩვენ აქ რომ მოვედით, სოფელმა გთხოვა რომ მოგიძებნოთ ცაცოლე. ხო, მაგი შეწუხებულია. სოფელი იძახის რომ ვეძებთ ცაცოლე გოგო. ესე ცაცოლე ბიჭი ყავს და ვეძებთ გოგოს. კარგი თვისებებით, წესიერი პატიოსანი გოგოებო. ქართულ აუდიტორიაზე გავიდა ჩემი ეს. აი, მაგის ალბათ იმედია იქნება ან არის. თვითონ გინდა რომ მოვიდეს, შენ ძებნაში არ ხარ. შეიძლება. ძალიან კარგი დედამთილი გეყოლებათ. ძალიან კარგი ბებია. აი, ამას რო ვაკეთებდი, ვიცოდი რომ რაღაც დიდი რაღაც ბევრი რაღაცები დათმობის ხარჯზე ვაკეთებ, მოკლედ ეხა რა თქვა, შაბათ-კვირა სამსახურის შემდეგ დროის გამო აქ ვატარებ, ვასუფთავებ შრებულებას, ეს მაგრამ ეხა რაღაც ვფიქრობ თუ უფრო რთული ეტაპი რაღაც ეტაპზე გადალახული მე რომ ვაკეთებ და შემოსავალი ჯერჯერობით არ არის და რაღაც ეტაპზე ხო რაღაც ეტაპზე უკვე მივედი, შემდეგ ეხა ვფიქრობ ახლა რომ მომავალი გვიჩვენოს გაფართოებად შეიძლება და მრავალფეროვანი ხო ალბათ მე შეიძლება ვერაფერი ვერ კარგი. არა გოგო უნდა მოიყვანო ისეთი რომ მე ძალიან დაგეხმაროს. კი არა კი ალბათ საჭიროა კი მე რაღაც ჩემი ხედვებით მაგაკეთებული და აი მანდილოსანი ალბათ შეიძლება რაღაცები დაამატოს აი რაღაცები იყოს. აბა რა. წელს ბატონ ზურაბ საბახტარაშვილთან ერთად დავაარსეთ ეს კლინიკა ორ ოთახში 2012 წელში იმ ორი ოთახიდან გადავედით ჩვენს ძირითად ბაზაზე, სადაც ახლა ვართ დიღომში და დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე უკვე ქირურგია და პირველი ინვიტრო განაყოფიერება 2012 წლის მარტის თვეში აი ამ მარჯვენა ხელით გადავიტანე ორი ნაყოფი და ორივე გაჩნდა ქალი და ვაჟი. დღეს აი ახლა წელს მაგალითად აი ბოლო თვის შედეგი 50 თუ 51% იყო ყოველ თვეში ვითვლით. საშუალოდ 58-დან 53%-მდე გვაქვს. კლინიკური ორსულობა ეს რას ნიშნავს? ყოველი მეორე, ვინც იკეთებს ინვიტრო განაყოფიერებას, იღებს 2-დან 1 იღებს კლინიკურ ორსულობას. ბრინჯაოს არტიც კი მიუძღვენი, ხედავთ კვერცხუჯრედს და ხედავთ სპერმატოზოიდს, რომელიც ანაყოფიერებს ამ კვერცხუჯრედს. ამას უჭირავს საშუალოდ 20% დანარჩენი ბუნებრივი გზით მიღებული ორსულობები. ანუ მოგვარებული პრობლემები. დიახ.
ანუ ლაპარასკოპია, ანუ მოცლის გაჭრილში ოპერაცია თუ ენდოკრინული თუ სხვა გზის მკურნალობა. ემოციურად ჩართული ხართ ამ პროცესში და ამას უყურებთ როგორც არ ვიცი ენერგეტიკულ, როგორც ველს, ემოციურ ველს და სხვაგვარად უთგებით ამ საკითხს. სიცოცხლეს. ხო, ზუსტად. ექიმის სიცოცხლეს. ზუსტად და მე მაინტერესებს თქვენს თვალწინ ქალების ცვლილებები. აი, როდესაც 2009 წელს პირველი პაციენტი მოვიდა გელსაუბრა და აი დღეს უკვე შემდეგ რომ მოდიან, ანუ რა ცვლილებებია დამოკიდებულებებში, გახსნილობაში, თემის მიმართ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ემბრიონი, რომელიც გადავიტანე 2012 წლის მარტში, დილით დაახლოებით 6 საათზე ვიღვიძებდი, გონებას რომ ვაწყობ დღის საქმეებზე და დღეს ვთქვათ პირობითად ნანუკა უნდა მოვიდეს, რომელიც ელოდება შედეგს, იმიტომ რომ 2 კვირის უკან გადავიტანეთ. ახლა მაშინ მცირე იყო რაოდენობა და ყველა მახსოვდა. და ვიცოდი იმისი ცხოვრებაც, რომ მან პირობითად მანქანა გაყიდა, ზროხა გაყიდა, მისი მარჯვენალი რაღაცები და იქნებოდა თუ არა დადებითი თუ უარყოფითი შედეგი და იმდენად განვიცდიდი ცივი ოფლი მასხამდა და მე დავდექი და ცივ გონებაზე დავიწყე ასეთი განსჯა საკუთარ თავთან. ვთქვი რომ თუ მე ვერ შევძლებ საკუთარი ემოციები ვმართო და თითოეულ პაციენტზე ასე ვიქნები ჩართული, მისი პასუხი ან იქნებოდა დადებითი, ან უარყოფითი. მაშინ მე თუმეტეს 20%-მდე ვქონდა შედეგი, ანუ ყოველი 5-დან 1 ორსულდებოდა. ახლა ყოველი 2-დან არის 1 და ტექნოლოგიები განვითარდა და ბევრი რამე შეიცვალა. ვიფიქრე, ანუ და დავანებო ამას თავი, პირადად მე როგორც ექიმა, ახლა კლინიკის ხელმძღვანელი კი ბატონო, მაგრამ ან უნდა შევეგუო იმას, რომ შედეგი იქნება ის, რაც იქნება და უნდა მივიღო ეს, როგორც მივიღო. მივიღე მეორე გადაწყვეტილება, რომ არ შემეწყვიტა ამის კეთება და ესე იგი ეს პერიოდი გაგრძელდა. ახლა დღეს ჩემი თანამშრომლები არიან უკვე სულ სხვა დონეზე და სხვა. ხო, მესმის. გადანაწილებული გაქვთ უკვე, რასაც ადრე თქვით და ახლა უკვე სხვა ორბიტაზე ვცხოვრობ. 5 გზის ევროპული სერტიფიცირება გვაქვს 2016, 19, 20, 24, 25 ჯერ გერმანელების გუნდი ჩამოდის ჯერ სწავლობს საბუთებზე, ჩამოდის ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებული პაციენტია ეს, ვიზეც ახლა დღეს გინდათ რომ მოგვიყვეთ. ყველა ეტაპები აქვს გავრილი შვილოსნობის გზაზე, ბუნებრივი თუ სხვა გზით ორსულობის მიღებისა. ჩაფიქრების შემდეგ სადაც 1 წელი აღმოჩნდა, რომ ორსულობა არ დადგა და მე გადავწყვიტე, რომ ჩავიხედო, რაში არის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მე მაქვს ასეთი მდგომარეობა, რომელსაც ქვია ენდომეტრიოზი, სადაც ჭირდება ხელშეწყობა და მკურნალობა და შესაბამისად ჩავერთე ასე 4 წლიანი მკურნალობის ფერხულში. არ იყო მარტივი ეს შემთხვევა საკვერცხეებში ცოტა იყო ფოლიკულების მარაგი, ანტიმიულერის ჰორმონი მნიშვნელოვნად დაბალი, პაციენტს ძალიან კარგად ჰქონდა ეს ყველაფერი გათავისებული და ის ჩვენთან ერთად იბრძოდა ბოლომდე. ჩართული იყო ყველა პროცესში, ყველა ეტაპზე და ეს არის ჩვენი ერთად გამარჯვება. დაიგეგმა აბსოლუტურად ლიკას დიაგნოზებიდან გამომდინარე სპეციფიური ინდივიდუალური პროტოკოლი, ბევრი მსჯელობის და ფიქრის შემდეგ იყო ყველაფერი შემუშავებული. ჩატარდა ინვიტრო განაყოფიერება და მივიღეთ 2 ემბრიონი. გადავიტანეთ საშვილოსნო სხდროში 2-ვე ემბრიონი წყულთან შეთანხმებით და წყვილის მოთხოვნით და დადგა ორსულობა. სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ უფრო მეტი ხალი აჩენს ინვიტრო განაყოფიერებით. უფრო და უფრო იყენებენ ხშირად ამ გზას, უკვე ის აღარ არის ფსიქოლოგიურად ტაბუირებული. აღარ მალავენ? ერთი და მეორე უკვე ნაკლებად მალავენ. ჩვენ გვყავს პაციენტები, ტყუპები რო გააჩინეს 15-20 წლის უშვილობის შემდეგ და სოციალურ სივრცეებში ამ ბავშვებს მუდმივად აპიარებენ, გამოდიან ჩვენთან ერთად ტელევიზიით, ამბობენ რომ ეს ინვიტრო ჩაიტარეს, ამდენჯერ ქონდათ წარუმატებელი და მოვიდნენ ჩვენთან და მიიღეს ორსულობა. ასევე სხვა კლინიკებში, ხო? შესაბამისად მეტად გხვდებათ თქვენის საინფორმაციო სივრცეში. 4 წელი, როდესაც რაღაცა ერთ მიზანზე მუშაობ, ახლოვდები, მაგრამ
ადამიანთან ვისაც ერთად მუშაობ ხო ჩემთვის იყო ესეთი ადამიანი ლელა ირემაძე ჩემი რეპროდუქტოლოგი რომელსაც არ ეზარებოდა და ყველაფერს მიხსნიდა რას რატომ ვაკეთებ და მე ნეიროფსიქოლოგიც ვარ და ასე თუ ისე მაინც მომიჯნავე პროფესიაა და ყოველთვის მაინტერესებს რა როგორ მუშაობს როგორ არის მოწყობილი ორგანიზმში და ნდობაც მოვიდა მაშინ როდესაც არც ერთი ჩემი კითხვა უპასუხოდ არ დატოვეს ის კი არა მახსოვს რომ ერთხელ ბატონმა არსენმა დამსვა და პრეზენტაცია გამიხსნა რომელსაც სტუდენტებს აჩვენებს იმისთვის რომ კარგად გაურკვეულიყავი თუნდაც რა არის ენდომეტრიოზი როგორ მიმდინარეობს როგორ მკურნალობენ პირველი ემოციები როდესაც აღმოაჩინე რომ ოსლოდ ვარ იყო ცოტა შიშნარევი სამსახურში ვიყავი რო დარეკეს მახსოვს რამოდენიმე თვე მაინც არ ვიყავი წყნარად აი სანამ პირველი ტრიმესტრი არ ჩავიდა 10 წლის წინ გავაჩინე ჩემთვის ეს დედობის ინტერესი და ბჭალებში მუღამი ეგრევე არ მოსულა როდესაც უკვე გავიცანი ეს პატარა ადამიანი მე ნელ-ნელა ალღებად მოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტი რამდენად იღებს ექიმის რეკომენდაციებს, მითითებებს და რამდენად სწორად ასრულებს. ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითით შეგვიძლია ეს დავადასტუროთ. როცა გეკითხებიან როგორ ხარო, აქ და ახლა გეშტალტია მეგობრებო. როცა გეკითხებიან როგორ ხართ, რას პასუხობთ? ვარ იმაზე უკეთ ვიდრე ვარ. ეს ერთი პასუხი და მეორე. ვარ აქ და ახლა. ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ. მადლიერებით და სიყვარულით სამყაროსადმი და საკუთარი თავის. ხოლო სამყარო, აი თქვენ ხართ ძვირფასო ტელემაყურებლებო და თქვენ, ნანუკა, თქვენი გუნდით, რადგან მე თქვენ გესაუბრებით ახლა. და სწორედ თქვენ ხართ სამყარო ჩემთვის. მეც ესე მგონია უნდა ვიცხოთ აქ და ახლა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე ჩემი პატივისცემა აქ და ახლა.